ამჯერად უკვე რეგიონული მედია ნათია ხართიშვილი გვყავს ხაზზე, რომელიც სტეფან წმინდაში იმყოფება, სწორედ რომ ნათია ისაუბრებს იმაზე თუ რა დაიწერა ყაზბეგში სამუშაო კვირის მსვლელობისას. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და გაგაცნობთ თუ რა ვითარებაა ყაზბეგის რაიონში ბეჭდური მედიის თვალსაზრისით. როგორც ჩვენ წინა ჩარტვებშიც აღნიშნავდით, სტეფან წმინდაში ბეჭდური მედია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, აქ რაიონული მასშტაბით. მხოლოდ ერთი გაზეთი გამოიცემა და ის თვეში ერთხელ. ეს არის გაზეთი სტეფან წმინდა, რომელსაც რედაქტირებას არასამთავრობო ორგანიზაცია სტეფან წმინდა უწევს. პრესაში ძირითადად რაიონისათვის საინტერესო როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური და კულტურული თემები იბეჭდება. ბოლო პერიოდში აქტუალური იყო მიწების გასხვისებისა და ჰესების მშენებლობის პრობლემატიკა. ამ თვის ნომერში კი გუდაუში გაყიდული მიწები მოექცა ყურადღების ცენტრში. ჩვენი ბოლო ნომერი ძირითადად მიეძღვნა ყაზბეგის რაიონში ბოლო წლებში გაყიდულ მიწებს სხვადასხვა კერძო კომპანიებზე. ძირითადად ეს კომპანიები არიან ის კომპანიები, რომლებიც აშენებენ ჰესებს ან გეგმავენ მომავალში ამ ჰესების მშენებლობას. ძირითადი აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი მიწა არის გაყიდული სულ რაღაც ერთლარად და არის მიწები, რომელიც ასევე პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა 1000 ლარად. ჩვენ გაზეთში გვაქვს რამდენიმე რუბრიკა, მათ შორის კულტურის მიმართულებით და ხელოვნების მიმართულებაც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ასეთი ადამიანებსაც დავუთმოთ ჩვენი გაზეთი და მათ შესახებაც შეიტყვონ ადგილობრივებმა უფრო მეტი. პრესასთან ერთად ფუნქციონირებს ინტერნეტ პორტალი. მოსახლეობა გამოკითხვის მიხედვით, როგორც ჩანს, გაცილებით აქტიურად იყენებს ინტერნეტ საშუალებას. ვებგვერდზე stefantsminda.org რეგიონული მასშტაბით მიმდინარე აქტუალური თემები და სიახლეები ქვეყნდება. ბოლო პერიოდში დაიდო შემდეგი სტატიები. ერთლარად გაყიდული ხევი, რომელიც უკავშირდება დარიალის ხეობის გასხვისებას, რომელიც გადაეცა ჰესიმშენებელ კომპანიას ერთლარად 1000 ლარად სიმბოლურ თანხებად. შემდეგი სტატია იყო გუდაური გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ამასთან დაკავშირებით დავდეთ სტატია და კობი გუდაურის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის დროს დაზიანდა ტრავერტინები, რომელიც შესახებაც ჩვენმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია და სხვათა შორის დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. ალეკო ჩამონათვალის სახით გეტყვით იმ თემებს თუ რა თემები დაიბეჭდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც ვებგვერდზე, ასევე გაზეთ სტეფან წმინდაში. ესენია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, მცხეთა მთიანეთში გარდაცვლილთა რიცხვი, დაბადებულთა რიცხვის საგრძნობლად აღემატება, მცხეთას იუნესკოს სიიდან ამოღება ემუქრება და სხვა თემები. ამ ინფორმაციის საგემშვიდობებით ალეკო წარმატებულ ეთერს გისურვებ. მადლობა ნათია, თქვენს წარმატებები. ნათია ხართიშვილმა გაგვაცნო ყაზბეგის ბეჭდური მედიის ძირითადი აქცენტები.